ამ დასახლებას რეალურად მოიწყეს. დასახლება მიწას მივახეთ. სამხედროები მეუბნებიან არის. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем врагу. Слава Украине! გამარჯობა, დღეს კვირაა და ტრადიციულად 20 საათსა და 30 წუთზე ეთერშია სამხედრო ანალიტიკური გადაცემა ვემსახურები საქართველოს, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი წეროძე ვარ. ამ წუთებში უკრაინული დრონები სანქტ-პეტერბურგს უტევენ, სწორედ ამ მიზეზით გაუქმდა დღეს რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი სანქტ-პეტერბურგში. პარალელურად მიმდინარეობს ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, თუმცა ამაზე უკვე მოგვიანებით ვისაუბრებთ. კიდევ ერთი თავარი მიმართულება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, არის სპეცსამსახურების ომი. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარა და დედაქალაქში კიევში მოახდინა რუსული სადივერსიო ჯგუფების და სპეცსამსახურების თანამშრომლების გაუნებელყოფა. ამ დეტალებზე ჩვენ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია მამუკა მამულაშვილი, ქართული ლეგიონის მეთაური. მამუკა, გამარჯობა, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან სტუმრად. სალამი გიორგი, სალამი ვემსახურებით საქართველოს. მამუკა, ბოლო პერიოდში ჩვენ ნახეთ არაერთი ოპერაცია, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა SBU-მ ჩაატარა და გაავრცელა კიდეც ამის შესახებ კადრები. რა ხდება უკრაინის დიდ ქალაქებში, მათ შორის კიევში და რატომ გააქტიურდნენ ეგრეთ წოდებული მიძინებული აგენტები და სადივერსიო ჯგუფები ბოლო პერიოდში? უკრაინამ წარმატებული ოპერაციები ჩაატარა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის სპეცსამსახურებმა და აქედან გამომდინარე რუსეთმა გააქტიურა ის აგენტები, რომლებიც ყავდათ შემონახული, კოლელები, რომლებსაც ფაქტურად ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა მაღალჩინოსანის სამხედროების პირველ რიგში და მე შემიძლია გითხრათ ერთი რამე, რომ რუსეთმა ეს თამაში წააგო. მოხდა არაერთი ოპერაცია, არაერთი ლიკვიდაცია ესეთი აგენტების. ჩემ შემთხვევაშიც დიდი ქსელი იქნა აღმოჩენილი ადამიანების, ვინც მუშაობდა უკრაინელი სამხედროების ლიკვიდაციაზე. ჩემი ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო კიევში, ან დიდ ქალაქებში ცდილობენ ესეთ გახმაურებულ მკვლელობებს, რომ ფაქტიურად დაუცველობის სინდრომი დათესონ უკრაინაში. ყველა შემთხვევაში გაუწევდათ იმედები, რომ ეს კილერები გააკეთებენ კიდევ სამუშაოებს და ჩვენ დავინახეთ შედეგი, რომ ბევრი მათგანი ლიკვიდირებული იქნა და დაკავებული და დღესაც ფაქტიურად ძალიან დიდი ინფორმაცია მიეწოდეს უკრაინის უშიშროების სამსახურს მათ ქსელის თაობაზე და მომავალი გეგმების თაობაზე. ისე რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან წარმატებულია დღეს უშიშროების სამსახურის, უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაციები. მამუკა, შენზე სცადეს რამდენჯერმე თავდასხმა და ეს თავდასხმები განხორციელდა ბოლო პერიოდშიც, რომელიც სამწუხაროდ მსხვერპლითაც დასრულდა. შეცვალეს ტაქტიკა თუ არა ამ მიმართულებით? ჩვენ ნახეთ, რომ ასე ვთქვათ, დისტანციურად მართვადი ბომბებით ცდილობდნენ შენს შემთხვევაში ოპერაციის ჩატარებას და შენს ლიკვიდაციას. რა მეთოდებით მუშაობენ ამ ეტაპზე რუსული სპეცსამსახურები, რა არის ცნობილი საჯაროდ? მეთოდები შეიცვალა ტექნოლოგიები. ბოლო წლის განმავლობაში იყო 7 შემთხვევა თავდასხმის ჩემზე. უშიშროებამ რამოდენიმე მათგანი გახადა, ასე ვთქვათ, გამოუშვა მედიაში. ბევრი დარჩა მედიის მიღმა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო შემთხვევაში თავდასხმის დროს გამოყენებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლის აქტივაცია მოხდა ჩემ ხმაზე. ანუ ფაქტობრივად ახალი ტექნოლოგიები ითესება ტერორიზმის დარგშიც რუსეთის მხრივ და აი ესეთი ასე ვთქვათ ნაღმების ჩადევა დაიწყეს უკვე, რომელიც კონკრეტული პირის ხმის წემბრზე ხდება დეტონირება.
და ბომბი, რომელიც იქნა გამოგზავნილი, აფეთქდა კიევში ქართული ლეგიონის ბაზაზე, რასაც მოყვა მსხვერპლი. სამწუხაროდ ერთ-ერთი აფეთქდა იქ სადაც იმყოფებოდა ერთი ჩვენი ჯარისკაცი და სამწუხაროდ ეს ბიჭი დაიღუპა და უსამძიმრებ რა თქმა უნდა ოჯახს. რა არის ცით რუსეთი ცდილობს ყველანაირი მეთოდებით მოგწდეს, ცდილობს ყველანაირად ქაოსი დათესოს უკრაინაში და უკრაინა ყველაფერი მოხდა ფაქტიურად შევძელით პრევენცია, იმიტომ რომ უშროების სამსახური აღმოჩნდა თავის მოწოდების სიმაღლეზე. მამუკა, რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ რეგიონებში, რამდენიმე მიმართულებაზე ფრონტი კვლავ აქტიურია, თუმცა ყველაზე ასე ვთქვათ კრიტიკული მონაკვეთი უკრაინული მხარისთვის ამ დროისთვის არის ისევ დონეცკის მიმართულება, პაკროვსკის და კონსტანტინოვკას მიმართულება. რა სიტუაციაა იქ ადგილზე და უმკლავდება თუ არა უკრაინის თავდაცვის ძალები ამ ეტაპზე იმ შეტევას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს? რა თქმა უნდა, უმკლავდება და იმყოფება აქტიურ თავდაცვას შეიძლება ესე დავარქვათ. საკმაოდ რთული ვითარებაა სინამდვილეში იმ პირობებში, როდესაც გვაკლია ამუნიცია, გვაკლია სპეციფიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზზე. მოტივაციით უკრაინული ჯარი ინარჩუნებს ფრონტის ხაზს. არის გარკვეული გარღვევები, უნიშნავ გარღვევები ფრონტის ხაზის გასწორილ, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მიმართულებით, მაგრამ ფრონტის ხაზი დგას, დიდი ასე ვთქვათ ძვრები არ არის და მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ პირობებში, რა პირობებში უკრაინას უწევს ბრძოლა, ძალიან კარგად ართმევს თავს. ველოდებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების დახმარება უკრაინისთვის, პირველ რიგში შეერთებული შტატების მხარი პოზიცია და არ დაგვიანება იარაღის გადმოცემის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იქნეს შენარჩუნებული პოზიციები. ამ მიმართულებაზე კონკრეტულად პაკროვსკი, კონსტანტინოვკას მიმართულებაზე არსებობდა ალყის რისკი. ეს რისკები ისევ არსებობს თუ მოხსნილია ამ ეტაპზე? ჯერჯერობით კიდევ რჩება, საკმაოდ რთული ვითარება, მე ვერ აგიწევთ ახლა მთლიანად ფრონტის ხაზს, მაგრამ ჯერჯერობით რისკები არის, მაგრამ ჯარი აკეთებს ის, რაც შეუძლია, იმ პირობებში, რა პირობებიც აქვს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ამ შემთხვევაში უკრაინული არმიის ინიციატივებით განხორციელდა წარმატებული კონტრშეტევა და ფაქტიურად მთლიანად განდევნა ტერიტორიიდან არის ჩრდილოეთის ფრონტის სუმის მიმართულება. აქ რა ხდება და რა სიტუაცია სუმის მიმართულებაზე? რეალურად რა დარჩა უკრაინულ არმიას გასაკეთებელი, რომ მთლიანად სუმის ოლქი იყოს გაწმენდილი რუსული დაჯგუფებებისგან? სუმის ოლქი არის ძალიან აქტიური მიმართულება, შექმნილია ასე ვთქვათ ფარ და დრონების ორივე მხრიდან ძალიან ინტენსიურად გამოიყენა დრონები, თანამედროვე დრონები, ოპტიკურ ბოჭკოვან ასე ვთქვათ კაბელებზე და ფაქტიურად ტექნოლოგიების დახვეწა ხდება სწორედ ამ მიმართულებაზე. ყველაზე აქტიურია აი ამ დრონების თვალსაზრისით. ჩვენი ასე ვთქვათ ჯარების დაჯგუფებაც საკმაოდ პროფესიონალური დგას სუმის მიმართულებაზე და ვხედავთ ასე ვთქვათ გარკვეულწილად დეოკუპაციას სხვადასხვა დასახლებული პუნქტების. ესეც ძალიან აქტიური მიმართულებაა, სადაც ქართული ლეგიონის უმეტესობა არის მიმართული სწორედ სუმის მიმართულებაზე. თქვენ ასე ვთქვათ იყავით ერთ-ერთი პირველი ქვედანაყოფი, რომელიც ყოველ შემთხვევაში მე ვნახე, რომლებიც იყენებდნენ აქტიურად დრონებს და ვითარდებოდნენ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე. რეალურად რა შეცვალა ტექნოლოგიებმა ამ ომში და სად არის, ასე ვთქვათ, განვითარების რა ეტაპზეა ახლა ქართული ლეგიონი ამ მიმართულებით? ყველაფერს ვერგეთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს ევოლუცია და ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე დანაყოფი, რომელიც იყენებს თანამედროვე დრონებს. ჩვენი ასე ვთქვათ ბიჭები ცდილობენ დააკომპლექტონ დრონები ისეთი შეიარაღებით, რაც ჯერ არ გამოყენებულა უკრაინის ჯარშიც კი და ეხლა მიმდინარეობს სწორედ ტექნოლოგიების დახვეწა. მარტო
უკრაინის და რუსეთის მხრივ არა, მე დარწმუნებული ვარ, ამას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს და ასე ვთქვათ, ძალიან შეერაგებული ძალების დოქტრინას, იმიტომ რომ თანამედროვე ომში ეფექტიური აღმოჩნდა სწორედ ისეთი რაღაცა, რაც ადრე გვეჩვენებოდა სასაცილოდ. 70% დანაკარგის მტერმაც აღიარა არის სწორედ მიხენებული დრონები. ეს ნიშნავს იმაზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებად იქცა თითქოს და ესეთი პრიმიტიული შეიარაღება. აი დრონების მასიურად გამოჩენის შემდეგ ტენდენციას თუ დავაკვირდებით მოიმატა მინიმუმ 50-60%-ით ჯავშან ტექნიკის განადგურების მაჩვენებლებმა და ჩვენ ხედავთ ასე ვთქვათ ყოველდღიურ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულს, სადაც ჩანს ეს დანაკარგები. რეალურად რა დანაკარგები აქვს ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციას და რამდენად აისახება ეს ყველაფერი ფრონტზე, იმიტომ რომ მოდის ინფორმაციები იგივე დონეცკის მიმართულებიდან, რომ თუ პირობითად ადრე 10-15 ჯავშან ტექნიკით დაკომპლექტებული ქვედანაყოფი უტევდა კონკრეტულ მიმართულებას, ახლა რუსული არმია ფაქტიურად მხოლოდ ქვეითების იმედზეა. ზოგადად ჯავშან ტექნიკის მიმართულებით რა პრობლემები შექმნა ამ სპეციფიკამ? მე შემიძლია გითხრათ, ჯავშან ტექნიკა არც ისე აქტიურად გამოიყენება, იმიტომ რომ გრუნტი ჯერ არ არის მშრალი, ჯერ კიდევ და ძალიან რთულია მძიმე ტექნიკისთვის გამავლობა არ არის და აქედან გამომდინარე მძიმე ტექნიკა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება იმის საშუალება, რომ გაიაროს. ძირითადად გამოიყენება სუბუქი ჯავშან ტექნიკა დავარქვათ, ეს არის დრონები, ბაგი და სხვადასხვა გადაადგილების საშუალება, რომელიც ლოკალურად შეიძლება იყოს გამოყენებული, ანუ რომელსაც ნორმალური გამავლობა აქვს. თვითონ ტექნიკის განადგურების სტატისტიკაც საკმაოდ მაღალია. მე რამდენადაც მახსოვს თვითონ რუსეთმა აღიაროს 70% ტექნიკის და артиლერიის ნადგურდება სწორედ უკრაინული დრონები. და რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას, ესაა ხარკოვის მიმართულება, ამ მიმართულებაზე რა ხდება და არიან თუ არა კონკრეტულ მონაკვეთებში, აი თუნდაც მაგალითად ლიმანის მიმართულებაზე გააქტიურებული რუსული ქვედანაყოფები. არიან უბრალოდ მთელი ძალები ახლა გადასროლილია აღმოსავლეთის მიმართულებით, უფრო პოკროვსკისკენ, იმიტომ რომ ყველაზე აქტიური მიმართულებაა და ძალიან დიდი სურვილი აქვს პუტინს, მე როგორც ხედავ, ეს არის უკვე პოლიტიკური ასე ვთქვათ შეკვეთა პუტინის, რომ პოკროვსკი და მიმდებარე ტერიტორია იყოს განადგურებული, მე არ დავარკვევ ამას დაპროგრამას, იმიტომ რომ ფაქტობრივად მიწასთან ასწორებენ სოფლებს გარემოს და მე შედის რუსული ჯარი. ხარკოვის მიმართულებაც საკმაოდ აქტიურია, მაგრამ გამორჩეული შეიძლება ვთქვათ, რომ არის მაინც სუმის მიმართულება და აღმოსავლეთის მიმართულება, იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი რაოდენობის საჯარო დაჯგუფებებია გადასროლილი, მაგალითად სუმის მიმართულებაზე დაახლოებით 60,000-იანი დაჯგუფებაა გაშლილი ფრონტის ხაზზე და აღმოსავლეთის მიმართულებაზე ბევრად უფრო დიდი კიდევ. ჩვენ გასულ წელს როცა ვიყავით გადაღებაზე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, ვიყავით ორივე ქალაქში, პოკროვსკშიც და კონსტანტინოვკაშიც. რომ აუხსნათ მაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორი დასახლება ადგილობრივ დონეზე, იმიტომ რომ შემდგომ მიმართულება გადის კრამატორსკი-სლავიანსკისკენ და ერთგვარად ლოჯისტიკური კვანძებიცაა ეს და გარდამტეხი ადგილებიც. რამდენად პრინციპული და მნიშვნელოვანია ამ ორი ქალაქის დაცვა იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ ვერ შეძლოს ეგრეთ წოდებული დონეცკის თლიანი საზღვრების აღდგენა და იმ გეგმის შესრულება, რომელიც მათ აქვთ. სწორედ ამაზეა ლაბარაკი დონეცკის, ასე ვთქვათ, მთლიანად დაპყრობაზე აქვს ლაბარაკი რუსეთს და სწორედ მაგით აქვს მიმართული მთელი ძალები ამ მიმართულებაზე. მე შემიძლია გითხრათ, ეს არის ლოგისტიკური კვანძი, ეს არის სიმაღლეები, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და უკრაინა მე დარწმუნებული ვარ არ დათხოვს სწორედ აი ამ მონაკვეთს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთმა არ შეძლოს მეტნაკლებ დიდ ქალაქებს მიაგდეს და მიაყენოს ზიანი. ჩვენ ხედავთ, რომ სუნებიდან იმყოფებიან დაახლოებით 25 კილომეტრში და მიმდინარეობს ჩვეულებრივი და რეაქტიული артиლერიით
ცივილური მოსახლეობის დაბომბვა. სწორედ აი ამას ვფიქრობთ, რომ არ შეგვიძლია დაბომბვა იმ ქალაქების, რომლებიც ძალიან ახლოა ფრონტის ხაზთან. და კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც არ გვისაუბრია, არის სამხრეთის მიმართულება, კონკრეტულად ზაპოროჟიის ფრონტი. ამ მიმართულებაზე რა მდგომარეობაა? აქცენტები ერთი პერიოდი ჰქონდათ სამხრეთის მიმართულებაზე, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ის ქვედანაყოფები, რომლებიც ყავდათ სამხრეთში, არიან მოხსნილები ამ მიმართულებიდან და გადაიყვანეს ზუსტად პაკროვსკის მიმართულებაზე. სამხრეთის მიმართულებაზე რა მდგომარეობაა, რომ გავაცნოთ მაყურებლებს? სამხრეთის მიმართულებაც ხელი რჩება უბრალოდ აი თქვენ როგორც გაუსვით ხაზი, ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება მაინც რჩება აღმოსავლეთი და პოკროვსკი და მიმდებარე ტერიტორიები და სწორედ იქით არის ძირითადი დაჯგუფებები გადასროლი. Რა თქმა უნდა, ფორტიფიკაციები არსებობს, უკრაინული ჯარი მოტივირებულია და მანდაც ყოველდღიური артиლერიული და თავდასხმა მიმდინარეობს როგორც სხვა ფრონტის ხაზის სხვა მიმართულებები. ესე რომ აქტიურია, მაგრამ არა იმდენად როგორც აღმოსავლეთი. ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინული უპილოტო საფრენის სისტემების ძალები ახორციელებენ საკმაოდ სიღრმისეულ დაბომბვებს, აქ გულისხმობ როგორც რუსეთის ტერიტორიას და ასე ვთქვათ ლოჯისტიკურ კვანძებს რუსეთის არმიის, ასევე ოკუპირებულ დონეცკს, ოკუპირებულ ყირიმს, სადაც ასევე იმ პრიორიტეტულ სამიზნეებზე მიდის მუშაობა, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფენ არმიის გამართულობას, გამართულ მუშაობას. ესაა საწყობები, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები, სარკინიგზო კვანძები, ენერგეტიკული ობიექტები და ასე შემდეგ. ხომ არ ნიშნავს უკრაინული დრონების ქვედანაყოფების ეს გააქტიურება იმას, რომ უახლოეს პერიოდში, სწორედ ამ ლოჯისტიკური კვანძების განადგურების შემდეგ უკრაინა დაიწყებს აქტიურ და ფართომასშტაბიან კამპანიას ამ მიმართულებებზე. გულისხმობ კონტრშეტევას. ვფიქრობ, რომ უკრაინის ჯარი დღეს უკვე დაახლოებით 50%-ით მარაგდება იმ პროდუქტით, რომელსაც აწარმოებს თვითონ, რა თქმა უნდა, დასავლელ პარტნიორებთან ერთად. მაგრამ მაინც ხედავთ, რომ უკრაინამ დაიწყო წარმოება, უკრაინამ დაიწყო სტრატეგიული დრონების წარმოება, რომელიც ღრმად დაფრინავენ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე და ლოგისტიკურ ობიექტებს ანადგურებენ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ დასავლეთი გადმოსცემს უკრაინას იმ შეიარაღებას, რითიც შევძლებთ ბევრად უფრო ეფექტურად გავანადგუროთ მტრის ლოგისტიკური ცენტრები რუსეთის სიღრმეში. ეს არის საჰაერო სისტემების რაკეტები, ტაურუსები და ჰაიმარსის ასე ვთქვათ ჯვრები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ატაკამსები, რომელიც ასევე ითამაშებს ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან როლს უკრაინის წინსვლაში. და ეს წინსვლა რო დაიწყოს, სწორედ საჭიროა აუცილებლად აი ამ სტრატეგიული იარაღის გამოცემა უკრაინისთვის. ძალიან დიდი მადლობა მამუკა, რომ გამოძებნეთ დრო ჩვენთვის და იყავით ჩვენი სტუმარი. ჩვენი სტუმარი იყო მამუკა მამულაშვილი, ქართული ლეგიონის მეთაური, რომელიც ახლა უკრაინიდან გვერდთვებოდა და გადაცემის ბოლოს ტრადიციულად მე გაგაცნობთ უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსული მხარის დანაკარგების შესახებ. მაშასე უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინის ომში განადგურებულია 3935 ერთეული სპეციალური ტექნიკა, 421 ერთეული მოიერიშე ავიაცია, 340 ერთეული ვერტმფრენი, 11047 ერთეული ტანკი, 30822 ერთეული საარტილერიო დანადგარი, 22063 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 1459 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 29 ერთეული მცურავი საშუალება, სპეციალური მანქანები 46493 ერთეული, უპილოტო საფრენი აპარატები 48158 ერთეული, საზენიტო სისტემა 1201 ერთეული, ფრთოსანი რაკეტა 3556 ერთეული, რაც შეეხება ცოცხალი ძალის დანაკარგებს, პირადი შემადგენლობის დანაკარგებს, რუსეთ-უკრაინის ომში ამ დროისთვის განადგურებულია 1,099,250 რუსი სამხედრო მოსამსახურე. ეს იყო ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას ზუსტად 20 საათსა და 30 წუთზე. დროებით.